ჩვენ საინტერესო სიუჟეტი გვაქვს მომზადებული და ვფიქრობ, რომ კარგი სანახავი იქნება თქვენთვის. ჩემთვის ძალიან ემოციური, ახალგაზრდა თავგადადებულ ადამიანზე, პედაგოგზე, ქვაბღის სკოლიდან, რომელიც ძალიან ახალგაზრდა წავიდა და ფაქტურად თავი გაიღო იქაური ბავშვებისთვის. ხშირად ერთი ბავშვი უზის გაკვეთილიზე. ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია. ერთად ვნახოთ სიუჟეტი. რო ჩამოვედი გურიაში, აი შემიძლია ვთქვა, რომ გზა არ ილეოდა. მოვდიოდი. ალბათ შუაგზიდან ვიფიქრე, ახლა შეიძლება დავბრუნდე. საბოლოოდ რომ მოვედი, აი მართლაც დავხვდა ულამაზესი სოფელი. ბევრი იარა თუ ცოტა გურიის ერთ პატარა სოფელს მიადგა. დასახლდა ბახმაროს მიმდებარე ქვაბღაში, უზარმაზარი მთების შუაგულში. აქა-იქ ფერდობებზე შეფენილი სახლებით. ნინო ფაილოძე ქიმიის მასწავლებელია. ამ სკოლაში, სადაც 40 ბავშვი დადის, 2012 წელს მივიდა. ბავშვებს ყოველდღე გაკვეთილებსაც უტარებს და კიდევ ერთი პასუხისმგებლობაც აქვს. სკოლის დირექტორიც გახდა. ვერ მოდის საკუთხედი მაქვს მეთქი შეკრული, ვამბობ, ანუ ტყიბულში ვარ დაოჯახებული, თბილისიდან ვარ და ქვაბღაში ვასწავლი. საკმაოდ რთული არის ჩემთვისაც, აი ძალიან რთულია, მაგრამ აი მაძლებინებს ის, რომ ყველა დღე მოვდივარ. ბავშვები როგორ მხვდებიან, თუნდაც ის რომ ბავშვებმა მითხრას რომ წელს დაგვამთავრებინე ჩვენ და მე წადი მასწავლებელო, ანუ ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, რომ კიდევ ჭირდები მე ამ ბავშვებს და ვფიქრობ რომ სანამ ჩავთვლი საჭიროდ რომ ამ სკოლის წარმატებისთვის, წინსვლისთვის, ამ ბავშვებისთვის ვარ საჭირო ვიქნები. უჩამსა დაისვენა. მთელი ზაფხული გავატარე ბახმაროში, ძალიან კარგად დავისვენე, იყო რაღაც დოღი იყო. დოღს თუ დაესწარი? დაესწარი. აბა, რა საერთო თვისებები აქვს მარილს და შაქარს? ამ მერხებთან მე-9 კლასელების ხედან. ამ კლასში მხოლოდ 3 მოსწავლეა. ქიმიას განსაკუთრებულად კარგად სწავლობენ. ცოტა რომ ვართ, კარგი არ არის, მაგრამ ჩვენთვის კარგი იმიტომ არის, რომ უფრო მეტად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ კარგად ვისწავლოთ. ანუ სამივე უნდა ვისწავლოთ გაკვეთილი ყოველ დღე, იმიტომ რომ ვიცით რომ სამივეს მოგვიწევს მოყოლა და აზრი არა აქვს, რამით ვერ გამოუძრებით. ჩვენ მესამე წელია რაც უკვე გვასწავლებს მასწავლებელი, ძალიან საყვარელი მასწავლებელი ამინდა ვთქვა. კაცრიც არის, ხიარულიც არის. ისე მინდა რომ მოუკვეთრომე, რაღაც აი გეგმა ჩვენი ტოლი არის. მეტალები არქეოლოგობა უნდოდა, თუმცა პროფესია საბოლოოდ მაინც მშობლებმა არჩევინეს. ირგვლივ ამას უნდა გავეცნოთ, ხო? ჩემი პროფესიის არჩევა, მე ვარ ქიმიკოსი ექსპერტი, განაპირობა ჩემმა მშობლებმა. განსაკუთრებით დედა, იმიტომ რომ ძალიან უყვარდა ქიმია. ყოველთვის მინდოდა და მქონდა წარმოდგენილი რომ ვიქნებოდი არქეოლოგი თან კარგი. შეიძლება ყოფილიყავი ძალიან კარგი არქეოლოგი, შეიძლება. მაგრამ ვფიქრობ, რომ დედაჩემს და ჩემ მშობლების მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა, რომ მომცეს საშუალება, ჩემი თავის რეალიზება მომეხდინა ამ სფეროში. კი ბატონო, აქ ეხლა რა არის? პროცენტულობით არის მოცემული, ხო? სკოლას მაშინაც არ აცდენენ, როცა მათ სოფელში 3 მეტრამდე თოვლი მოდის და გზის გაკვალვა ფეხით უწევთ. სხვა. ეხლა მოიცადე გავჩერდეთ სკოლაში ასევე გვყავს კლასი, მაგალითად მე-8 კლასია, სადაც მხოლოდ ერთი ბავშვი ზის. და ჩვენი მარი, რომელიც არის ძალიან ყოჩაღი და ბეჯითი. ამ სკოლაში ისეთი კლასებიც არის, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე დადის. მე-11 კლასის მერხები კი цаრიელია. ეს იყო ის სკოლა, სადაც მე დავიწყე მუშაობა. ნამდვილად დასაფასებელია, თბილისიდან ჩამოვიდა და მუშაობს. მე ხიდის თავიდან მოვედი და კიდავრჩი აქ. ასე რომ ორივე გამოვდივართ, მოსულებში აღარ გავდივართ ეხლა. ადგილობრივებში. მისი მხარდაჭერა ალბათ მიგრძობა ყველა კოლეგასთან, ვიწყობს ხელს ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს პროფესიული თუ საცხოვრებელი პირობები თუ და იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ მკაცრ პირობებში გვიწევს აქ ცხოვრება. 2 საუკუნოვან სკოლას დიდი ისტორია აქვს. აქ ყოველდღე ყველა სიხარულით მოდის და ყველას ერთი მთავარი მიზანი აქვს. განათლებული მომავალი თაობა აღზარდოს. ნატრიგლორი.
სასწავლო დღე საკმაოდ დატვირთული აქვს. ყოველდღე თითქმის ყველა კლასში გაკვეთილებს ატარებს. მას შემდეგ, რაც ზარი დაირეკება და გაკვეთილებიც დასრულდება, სკოლას დაკეტავს და სახლისკენ მიდის. ნინო, მოხვედი? მოდი, ჩვიდობა შენ მოსვლას. მოვედი ბებულიკა. მალადეს, მოკლედ, რა ვიცი, მეიარე ქვეყანა და მოდი. გაიხარე, მოდი. იქ სადაც ის ადამიანები ელოდებიან, რომლებმაც შვილივით შეიყვარეს. ახლა აქ ვის დარჩა? ქევართ, ცხოვრობენ გურულები, აჭარლები, მეგრელების არიან 1-3-4 ოჯახი და ძალიან კარგი სოფელია. რა ვიცი, მოკლედ შვილში არ ვარჩევ, ერთი ბიჭი მყავს. მეორე შვილი ნინოა, ჩემი ისე სიყვარული და ისინფერი ადამიანია. ახლა აგე 14 წელი იყო და ახლა ჩაწერა მომთხუა, აგერ და ოთახი წამართუა. ხო და მე ვუყარი შენ გამაგდება წი, ახლა მე ვატყობ საქმეს, ისე მიდის მეთქი. ერი სიტყვით და მოკტა სიცილით. გურულები, კაი ხალხია ძალიან ტკბილი, თბილი, სტუმარს მოყვარე, მომბზანდი ზამა. ხო და თუ რამე საშუალება აქვს ოჯახში, ერთ სტუმრისთვის დებენ ყოველთვის იმისა, რომ სტუმარი ღვთისაა და მომბზანდი აუცილებლად და რაც გვექნება საშუალება, ისე გოუმასპინძდებით. იქით მხარეს უკვე ულამაზესი ბაღმარი. ხვალისევ ადრე უნდა ადგეს და სკოლაში წავიდეს. იქ სადაც ნინო მასწავლებელს განსაკუთრებულად ელოდებიან და უყვართ. გურიის მთებში, ბუნებაში ჩაკარგულ ერთ პატარა სკოლაში.